აფხაზები აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ გავებრაზეთ ქართველები. და ქართველებიდან კიდევ იყო ადამიანები, რომლებიც სპეციალურად აკეთებდნენ, რომ აფხაზები გაებრაზებიათ. ანუ კონფლიქტში შეუსულიყავით ერთმანეთთან. არ ქონდა ჩვენ ცუდი ურთიერთობა აფხაზებთან. ძალიან კარგად ერთად გაზრდილი ხალხი, ერთმანეთში ნათესაობა და ვერ წარმოედგინა ვერავის, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის შეიძლება ომი დაწყებულიყო და სხვათა შორის კაი ხანი ითრევდა ფეხს ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ ახლა აი საწყისი ამ ყველაფრის იყო რა. იქით მუშაობდნენ, რა თქმა უნდა, აფხაზური ხარის იქაც პატრიოტიზმი იყო უმაღლეს დონეზე, ჩვენთანაც გაღვივებული იყო პატრიოტიზმი ძალიან დიდ დონეზე და ეს ცხელი თავები დაატაკეს ერთმანეთს. ძალიან ხშირად იყო ესეთი ახლა თბილისში მახსოვს, რომ 2 საათში ავიღებთ აფხაზებს, გავაგდებთ, ისე ვიზამთ, ასე ვიზამთ. მე ყოველთვის მქონდა მაგის საწინააღმდეგო მოსაზრება, რომ არ შეიძლება ისინი ჩვენი ძმები არიან, არ შეიძლება მაგის გაკეთება. ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მაინც მესმოდა, რომ ეს არ შეიძლებოდა. და სხვათა შორის 92-ის 3 აგვისტო იყო მონადირე რო შევქმენი. ომი არ იყო დაწყებული ჯერ. ძალიან ინტენსიური ის ვიდეოდა, აი ძალიან დამძიმებული იყო ვითარება ერთმანეთში და უღელტეხილებზე გადმოდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან ბოევიკები. და აი ამ ბოევიკების შესაჩერებლად რა არ გამოგვეშვა, აი ამის გამო შევიკრიბეთ 80 კაცი ვიყავით ზუსტად. და ვინ იყო ეს ხალხი? კოდორის ხეობის ხალხი იყო? ადგილობრივი, ყველა ჩვენი ნათესავები და ნათესაობა ყველა ფაქტიურად. შევიკრიბეთ და ფიცი დავდეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ დავიცავდით ადგილობრივ მოსახლეობას და ტერიტორიებს. მერე განვაგდით უღელტეხილებზე, ძალიან ბევრი უღელტეხილია მოგეხსენებათ კოდორის ხეობაში, მარუხიდან დაწყებული, აგერ გვანდარაიამდე, აქსაი, პტიში, მარუხი, გვანდარაი, ბევრი უღელტეხილია ძალიან. და ეს უღელტეხილები რო გადავკეტეთ, უკვე ისინი იძულებული გახდნენ და ლაბრა არის ერთი უღელტეხილი, იქიდან გადადიოდნენ, უკვე ჩვენ მხარეზე არ იყო ის, უკვე ჩვენ რუსეთი იყო. ვერ მივწვებოდით იქ, შორი იყო უკვე ჩვენგან. და იქიდან გადადიოდნენ მერე გაგრაში და იმაში, გუდაუთაში და იქით. ანუ ის ამოცანა ჩვენ პირნათლად